სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დღეს 80 წლის გახდა. უწმინდესის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. ილია მეორის დაბადების დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები მიულოცავენ. საღამოს კი პატრიარქის პატივსაცემად გალა კონცერტი გაიმართება. თავად ილია მეორეს ამ წუთებში სიონის საკათედრო ტაძარში ელოდებიან, სადაც უწმინდესის სამადლობელ პარაკლის გადაიხდის. როგორ ხდება მრევლი პატრიარქს და უფრო დეტალურად რა იგეგმება დღეს ილია მეორის იუბილესთან დაკავშირებით, ნუცა აბაშიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმენთ. პატრიარქი სიონის ტაძარში რამდენიმე წუთის წინ მობრძანდა. აქ შეკრებილები არიან მრევლი, ვისაც სურს რომ პატრიარქს იუბილე მიულოცოს. შეგახსენებთ რომ უწმინდესი სამადლობელ პარაკლის აღავლენს. უწმინდესი მობრძანდება აქ 12 საათზე. სიონის საკათედრო ტაძარი მისი საყვარელი ტაძარია და ყოველთვის ჩვენ ვსტუმრობს ხოლმე და დღესაც 12 საათზე ავაღვდეთ სამადლობელო პარაკლის უწმინდესის ჯანმრთელობისათვის, ერის გაერთიანებისათვის, გამთლიანებისათვის და ეკლესიის უფრო წინსვლისათვის. პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმილი. საქართველოში ჩამოსული არიან დელეგაციები, ვისაც ასევე სურთ რომ პატრიარქს იუბილე მიულოცონ. ჩემს გვერდით ახლა იმყოფება ბატონი არმაზ ახვლედიანი, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით. ბატონო არმაზ, რა ღონისძიებები იგეგმება პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით? უპირველესად ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ულოცავ ყველა ადამიანს, ვინც იცნობს და არ იცნობს მის უწმინდესობას და უნეტარესობას. ახლა დაიწყება სამადლობელი პარაკლისი სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო საღამოს, როგორც ყველა მიცის, პაატა ბურჯულაძის ფონდი მოიწვევს მსოფლიოში თვალსაჩინო ქართველ ვარსკვლავებს, მუსიკოსებს და ისინი პატრიარქს ასე მიესალმებიან, ასე გამოხატავენ მადლიერებას და პატივისცემას მის მიმართ. ხოლო 10 იანვრიდან საქართველოს ეწვევიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების ხელმძღვანელები, დელეგაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისში ჩამობრძანდება მისი უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, აგრეთვე ჩეხეთის და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტი ქრისტეფორე და ბულგარეთის პატრიარქის ადგილმონაცვლე კირილე. ყველა ეკლესიიდან დელეგაცია, როგორც გითხარით, მათ შორის რუსეთიდან მიტროპოლიტ ილარიონის ხელმძღვანელობით, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, იმიტომ რომ პატრიარქის იუბილე გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და ზაფხულში ჩვენ აღვნიშნავთ მისი მღვდელმთავრობის 9 საუკუნოვან იუბილეს. თქვენ პატრიარქი ამ წუთებში მობრძანდა ტაძარში, როგორც ბატონმა არმაზმა აღნიშნა, დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იქნება დაგეგმილი, ასევე საღამოს იავნანას ფონდის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება და ღონისძიებები გაგრძელდება ასევე 10 იანვარს და მთელი წლის განმავლობაში. დიდი მადლობა, ეს იყო ნუცა აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძრიდან.